კომპანია თელოსმა ახალი ბიზნეს ცენტრი დიღომი გახსნა. ბიზნეს ცენტრის გახსნას ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, ინტერაოს ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელი დიმიტრი პოლკოვი და თელოსის გენერალური დირექტორი სერგეი კოპცევი ესწრებოდნენ. ახალ ბიზნეს ცენტრში აბონენტები ელექტრომომარაგებასთან და ელექტროენერგიის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით ნებისმიერ ინფორმაციას მიიღებენ. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით თელოსი ბიზნეს ცენტრებისა და აბონენტთა მომსახურების ცენტრების ოპტიმიზაციას ახორციელებს. ეს პროცესი გაზაფხულზე დაიწყო და 2013 წლის ბოლოს დასრულდება. Იანობაში თბილისის მასშტაბით თელოსის 10 ბიზნეს ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც აბონენტებს ინფორმაციულ და ტექნიკურ მომსახურებას გაუწევენ. დარწმუნებული ვარ, ასეთი ბიზნეს ცენტრების მუშაობა იქნება ძალიან ეფექტური, მომხმარებელს შეუძლია ყველანაირი ინფორმაცია მიიღოს, ასევე აქ არის განთავსებული ოპერატიული ჯგუფი, თუ რაიმე დაზიანება მოხდება, იმ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ოპერატიულად გავიდნენ და აღადგინონ დაზიანებული ხაზი იქნება თუ ქვესადგური. ახალი ბიზნეს ცენტრის გახსნა აბონენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ჩვენი პოლიტიკის გაგრძელებაა. აქ იმუშავებს 40 ადამიანი და ბიზნეს ცენტრი 35,000-მდე აბონენტს მოემსახურება.